და როგორც მიხვდით ჩემო ძვირფასებო, დავიწყეთ და პირველი მონაწილე დარაშვილი ვანიკო. სიცოცხლეში დაჯვის რემლიღურება ღმერთო შემოშემახსენე და ბრა მომიხდება ვალდებსა და ყვავილარში ნაირ ფერებია გაიხარე შემოგულო მოყდე მოგეფერებია თუ ოდეს მეავდირდები შემაჩერეთ გეხვეწები თუ სიკვდილი დავაბირო მომარჩინე საქართველოს ბულბულები ამშვენებდნენ სიზმრად ნახულ შენს თვალებს იმედები ამშვენებდნენ ვარდებსა და ყვავილარში ნაირ ფერებია გაიხარე შემოგულო მოყდე მოგეფერებია თუ ოდეს მეავდირდები შემაჩერე გეხვეწები თუ სიკვდილი დავაბირო მომარჩინე გენაცვალე დარაშვილი ვანიკო გენაცვალე გაიხარე ეს რავი ისევ მე დავიწყებ რა ჩემო და ვანიკოზე რაღაც ის მინდა ხოლმე პირველი ვიყო იმიტომ რომ გავაგრძელებ ამ ალეგორიების ხაზს შაბათს შევადარე ხო ვიღაცებს მე ეხლაც მინდა ხო რიგოლეტო თამუნა შემეკამათა კაცო რიგოლეტო პერსონაჟია ვიცი კი ჯუზეპე ვერდი არ მინდოდა მეთქვა და რიგოლეტოს უფრო პარტია მოუხდებოდა ხო კი ბატონო აი მოკლედ რა ვანიკო ისევ და ისევ გისმენ ტყვები და ფანოხში გავაგრძელებ ალეგორიების ხაზს ფანოხში ისეთი ხარ როგორც აი მაგალითად იუმორში ბუთქუნა და თამაზა გადასარევი შენიერი კომპოზიტორებში თამუნა ლეკვეიშვილი გადასარევი კვერცხობებში ალეკო მალხაზიშვილი და პოლიტიკაში ადამ მარშანია აი ეს ახლა რა ეგეთი ხარ ფანოხში რა გაიგო ორაზროვანი იყო ორაზროვანი გასაგებია კარგია შედარებები თუ ვიჯერებთ გუშინელი დღეუბრობა ეჭა
მოკლედ, უნდა გავაგრძელოთ, გააქვთ სურვილი შევაფასოთ. თქვათ, დღეს ამის მეც აქ აღარ იმღერებს ფანოხში. აუცილებლად ბატონო პაატა, რა ვიცი, აუცილებლად დაიწყებ თვინმე თუ მარემ ნასაუბრები მაქვს და რაც გონი მაქვს აღებული და ნუ გამაჩერებ ძალიან გთხოვთ. ვანიკოზე შემიძლია თქვა ის რომ მანო დაიწყო ჩვენთან პატარა არა, პატარა არ იყო, მაშინაც უკვე სრულწლოვანი იყო და თავის ქმედებებზე პასუხს აგებდა. და რომ მოვიდა დღემდე ისე მოვიდა და ყოველი მისი გამოსვლა იყო წინ გადადგმული და ნაბიჯი, ანუ უფრო ზევით და ზევით მიიწევდა. არ დაგაცდის ხო? ზევით მე დავიც, მე ძალიან მომეწონა კი ბატონო, კარგით ბატონო ალეგო, გადავიდეთ შემდეგ ადამიანზე, მინდოდა რაღაცების თქვა, მაგრამ არ მაცლის. მე პირადად ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს აზრს ვანიკოს გამოსვლებთან დაკავშირებით, რომ ძალიან მომწონდა ვანიკოს გამოსვლები და ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ძალიან ჩამოყალიბებულია და ზოგადად ისეთ სიმღერებს აცოცხლებს და აჟღერებს, რაც შეიძლება ითქვას არ არის გაცვეთილი და არ არის ახლა ესე ვთქვათ მოდებაში. მაგრამ რამოდენიმე წელში თავის თქმას იტყვის ეს სიმღერები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავის დროზე ფანოურ ჟანრში და ამ ქალაქურ საკეიფო ჟანრში ძალიან პოპულარული იყო. ამას ყველაფერს ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევს. ეს ძალიან კარგია და ძალიან მომწონს მისი გამოსვლები, ძალიან მომწონს ეს მისი ცოცხალი ბენდი, რომელიც დაიბედა ფაქტიურად შეიძლება ითქვა და კაცი დაამატა, მე მგონი კიდე თუ არ ვწდები. მოკლედ, ბევრი არ მინდა ყოველთვის ვილაპარაკო, ესე დღეს ფინალის დღეს ხომ და მინდა წარმატებები უსურვო, შედეგს დაველოდოთ. ნამდვილად არ ვიცი წინ რა მოხდება. მადლობა. თამნა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბენდს ადამიანებს, რომლებიც გეხმარებოდნენ. აპლოდისმენტები მშვენიერ ადამიანებს. მოკლედ გავაცილოთ მოკლედ ძალიან მომეწონა და გისურვებ წარმატებებს ვანიკო. ყოველთვის მოწოდები სიმაღლეზე ხარ. და წარმატებები ყველაფერი წინ არის, დღეს კიდევ გავარკვევთ. ბიჭებს დიდი მადლობა და მეგობრებო, შემდეგი მონაწილე ასევე დღეს ფანოხში უკანასკნელად იმღერებს, ამიტომ გულისყურით